ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა. ჟან ჯიონოს მოთხრობა. მრავალი წლის წინ ალპებში წავედი, მოგზაურობისთვის სრულიად უცნობ რეგიონში, სადაც უძველესი მთები პროვანსში ეშვება. ბილიკი უნაყოფო ჭაობებში იწყებოდა. ზღვის დონიდან 1200 თუ 1300 მეტრზე, ერთფეროვან მონოტონურ მიდამოებში. იქ არაფერი იზრდებოდა ველური ლავანდის გარდა. ჩემი გზა რეგიონს მის ყველაზე განიერ მონაკვეთში კვეთდა. 3 დღის სიარულის შემდეგ სრულიად უკაცრიელ უდაბნოში აღმოჩნდი. ბანაკი მიტოვებული სოფლის ნანგრევებთან გავშალე. წყლის მარაგი წინა დღით გამითავდა და როგორმე წყალი უნდა მეპოვა. მიჯრით მიწყობილი ნანგრევებად ქცეული სახლების დანახვაზე, რომლებიც კრაზანების ბუდეს მოგაგონებდნენ, ვიფიქრე, რომ აქ ოდესღაც წყაროან ჭამაინც იქნებოდა. წყარო მართლაც ვიპოვე, მაგრამ დამშრალი იყო. სახურავ გადახდილი წვიმისა და ქარისაგან ჩამოშლილი სახლები, პატარა სამლოცველო თავისი სამრეკლოთი ისევე იდგა, როგორც სიცოცხლით სავსე სოფლებში. მაგრამ აქ სიცოცხლე ჩამქრალიყო. ივნისის მზიანი უღრუბლო დღე იყო, მაგრამ ამ უკაცრიელ ადგილებში არასასიამოვნო, შემაწუხებელი ქარი ქროდა. ნანგრევებს შორის მისი ღრიალი ველური მხეცის ხმას მაგონებდა ნანადირევის წართმევა რომ დაუპირეს. კარავი უნდა გადამეტანა. ხუთი საათის სიარულის შემდეგ წყალი მაინც ვერ ვიპოვე და მისი პოვნის იმედიც გადამეწურა. ყველგან ერთსა და იმავე გადამხმარ, უსარგებლო ბალახს ვაწყდებოდი. სადღაც შორს რაღაცა მიიპყრო ჩემი მზერა. წვრილი მუქი სილუეტი იყო, რომელიც კუნძს წააგავდა. ყოველი შემთხვევისთვის მისკენ წავედი. წყემსი აღმოჩნდა. მის გვერდით ცხელ მიწაზე 30-მდე ცხვარი იწვა. თავისი გოგრის ბოთლიდან დამალევინა და თავაზიანად გამიძღვა მღვიმეში მდებარე ფარეხისაკენ. ღრმა ბუნებრივი ჭიდან, რომლის თავზეც მარტივი მექანიზმი ჰქონდა დამაგრებული, ძალიან გემრიელი წყალი ამოიღო. ის ცოტას ლაპარაკობდა, როგორც ყველა მარტოხელა ადამიანი. მაგრამ საკუთარ თავში საკმაოდ დაჯერებული იყო. ამ უკაცრიელ ადგილას ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. ის ქოხში კი არა, ნამდვილ სახლში ცხოვრობდა. ქვის სახლში, რომელსაც ნათლად ეტყობოდა, თუ როგორ აღადგინა ის საკუთარი შრომით ნანგრევებიდან. სახურავი მყარი და მაგარი იყო და ქარი ისევე ეხეთქებოდა მის კიდეებს, როგორც ზღვა სანაპიროს. შიგნით ყველაფერი სუფთა და მოწესრიგებული იყო. ჭურჭელი დარეცხილი, იატაკი დაგვილი, ცეცხლზე წვნიანი იდგა. და შევნიშნე, რომ ის ახლად გაპარსული იყო. ყველა ღილი თავის ადგილას ჰქონდა.
და მისი ტანსაცმელი ისეთი სიფრთხილით იყო დაკემსილი, რომ არც კი ეტყობოდა. მან თავისი წვნიანი გამიყო. როდესაც თამბაქო შევთავაზე, მითხრა, რომ არ ეწეოდა. მისი ძაღლი პატრონივით ჩუმი მეგობრულად მექცეოდა, თუმცა კუდს არ აქიცინებდა. შევთანხმდით, რომ ღამეს იქ გავათევდი. უახლოესი სოფელი აქედან 2 დღის სავალზე იყო. ამ რაიონში ცოტა სოფელი იყო და ერთმანეთისგან საკმაოდ შორს მდებარეობდა. თანაც კარგად ვიცოდი, როგორი იყო ეს სოფლები. 4 თუ 5 მათგანი ამ მთების ფერდობებზე იყო გაფანტული. თითოეული უასფალტო გზის ბოლოს მდებარეობდა, თეთრი მუხის ტევრებს შორის. აქაურ მოსახლეობას მენახშირეები შეადგენდნენ. დასახლებები ძალიან ღარიბი იყო და აქ მცხოვრებ ოჯახებს, რომლებსაც ზამთარშიც და ზაფხულშიც ერთნაირად აუტანელი კლიმატის გარდა არსებობისთვისაც უხდებოდათ ბრძოლა, მდგომარეობას სამყაროსგან იზოლაციაც ურთულებდა. ხსნა არსად ჩანდა. აქედან გაქცევა ხალხს გიჟურ ამბიციად გქცეოდა. კაცებს დაუსრულებლად მიჰქონდათ თავიანთი ნახშირი ქალაქში და ისევ შინბრუნდებოდნენ. მუდმივი წნეხის ქვეშ ყველაზე ძლიერი პიროვნებებიც კითხდებოდნენ. ქალები უკმაყოფილებისგან დუხდნენ. ისინი ყველაფერს შეეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ვინ რამდენ ნახშირს გაკიდდა, თუ ვინსად დაჯდებოდა ეკლესიაში. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ცოდვასა და სათნოებაში და ეს ბრძოლა დაუსრულებლად გრძელდებოდა. და ამას მუდამ თან ახლდა ქარი, დაუსრულებლად რომ მოქმედებდა ნერვებზე. აქ ხშირი იყო თვითმკვლელობის ეპიდემიები და სიგიჟის უამრავი შემთხვევა, რომლებიც თითქმის ყოველთვის მკვლელობით მთავრდებოდა. წყემსმა, რომელიც არ ეწეოდა, ტომარა შემოიტანა და მაგიდაზე რკოს მთელი გროვა გადმოაპირქვავა. მან გულდასმით დაიწყო მათი გადარჩევა. სათითაოდ აცალკევებდა კარგებს ცუდებისაგან. მე ჩიბუხი გავამზადე და დახმარება შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, რომ ეს მისი საქმე იყო. და მართლაც იმდენად გულმოდგინე დასრულებდა ამ საქმეს, რომ აღარ ჩავერიე. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დავილაპარაკეთ. როდესაც საკმარისი რაოდენობის რკო გადაარჩია, ისინი 1000-ად დაჰყო. ამის შემდეგ მან პატარა და გატეხილი რკოები მოაშორა. თან ყველას დიდი ყურადღებით ათვალიერებდა. როდესაც ბოლოს და ბოლოს 100 სრულყოფილი რკო შეარჩია, გაჩერდა და დასაძინებლად წავედით. ამ კაცთან ყოფნა სიმშვიდის საოცარ შეგრძნებას ბადებდა. მეორე დილით ვკითხე, თუ შეიძლებოდა დარჩენილიყავი და კიდევ ერთი დღე დამესვენა. მან ეს სრულიად მშვიდად მიიღო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას ვერაფრით ააღელვებდი. ერთი დღის დასვენება სულაც არ იყო საჭირო, მაგრამ ძალიან დავინტერესდი და მინდოდა მის შესახებ მეტი გამეგო. მან ცხვარი ფარეხიდან გამოიყვანა და საძოვრებისკენ გაუძღვა. წასვლამდე მან გადარჩეული რკოებით სავსე ჩანთა აიღო და წყლიან ვედროში ჩაყარა დასალბობად. შევნიშნე, რომ სიარულისას ჩემი ცერის სისქერ რკინის ჯოხს ეყრდნობოდა, რომელიც მხრებამდე მომწვდებოდა. ვითომ სასეირნოდ გამოსული, მას გავყევი. დისტანციას ვიცავდი, მაგრამ მის პარალელურ ბილიქს მივყვებოდი. საძოვარი ხეობის ჩაყოლებაზე მდებარეობდა. კაცმა პატარა ფარას დარაჯად ძაღლი დაუტოვა და იმ ადგილისკენ წამოვიდა, სადაც მე ვიდექი. შემეშინდა, რომ ჩემთან საჩხუბრად მოდიოდა.
მაგრამ შევცდი. თურმე მასაც აქეთ ჰქონდა გზა და შემომთავაზა გავყოლოდი თუ სხვა საქმე არაფერი მქონდა. ის ცოტა მოშორებით მთის წვერისკენ მიდიოდა. როდესაც დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ, თავისი რკინის ჯოხით მიწის ჩიჩქნა დაიწყო. 40 ხრიდა, რკოს ჩააგდებდა და მიწას აყრიდა. ის მუხის ხეებს რგავდა. ვკითხეს, მისი მიწა იყო თუ არა. მიპასუხა, არაო. არც ისიცოდა, ვინ იყო ამ მიწის მფლობელი. მისი აზრით ეს საერთო მიწა იყო. ან ისეთი ხალხის საკუთრება, ვისაც ის სულ არ აინტერესებდა. ეს არ აღელვებდა. და ამგვარად მან ძალიან დიდი გულმოდგინებით დარგო თავისი 100 რკო. სადილის შემდეგ მან ისევ რკოების გადარჩევა დაიწყო. ალბათ ძალიან შევაწუხე ჩემი შეკითხვებით, რადგან პასუხი არ განცა. ის 3 წლის განმავლობაში რგავდა ხეებს ამ უკაცრიელ ადგილას. 100,000 ხე დაურგავს. აქედან 20,000 ამოვიდა. ამოსულთაგან სავარაუდოდ ნახევარი დაიღუპებოდა მღრღნელების ან ბედისწერის მიერ გამზადებული მოულოდნელი გარემოებების გამო. რჩებოდა სულ 10,000 მუხა, რომელიც ამ აქამდე ხრიოკ ადგილას უნდა გაზრდილიყო. სწორედ ამ დროს დავინტერესდი ამ კაცის ასაკით. აშკარად 50 წელზე მეტის იყო. მითხრა 55 ვარო. მას ელზეარ ბუფიე ერქვა. ქვემოთ დაბლობში საკუთარი ფერმა ჰქონდა. მისი ცხოვრება სულ ეს იყო. ერთადერთი ვაჟი დაეღუპა, მერე ცოლიც დაკარგა და აქ გადმოსახლდა. მარტოობაში, სადაც შვიდად ატარებდა ცხოვრებას თავის ცხვრებთან და ძაღლთან ერთად. ის თვლიდა, რომ ამ ადგილებს ხეების ნაკლებობა დაღუპავდა და რადგან მნიშვნელოვანი საქმე სხვა არაფერი ჰქონდა, გადაწყვიტა ეს გამოესწორებინა. მე ახალგაზრდა ვიყავი და მხოლოდ მომავალზე ვფიქრობდი და ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ხოდა ვუთხარი, რომ 30 წლის შემდეგ ეს 10,000 მუხა საოცარი სანახავი იქნებოდა. მან კი უბრალოდ მიპასუხა, რომ თუ ღმერთი ამდენი ხნის სიცოცხლეს უბოძებდა, 30 წელში იმდენ ხეს დარგავდა, რომ ეს 10,000 ზღვაში წვეთივით გამოჩნდებოდა. ის წიფლის მოვლასაც სწავლობდა და სათბურში წიფლის ნერგებიც ჰქონდა დარგული. ძალიან ლამაზი ნერგები იყო. მას არყის ხეების დარგვაც ჰქონდა გადაწყვეტილი მდელოებზე, სადაც მისი თქმით მიწა საკმაოდ ტენიანი იყო. მეორე დღეს ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ. 1 წლის შემდეგ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რომელშიც 5 წლის განმავლობაში ვმონაწილეობდი. არა მგონია, რომელიმე ჯარისკაცს ხეებზე ფიქრის თავი ჰქონოდა. დემობილიზაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გარკვეული ქონების მფლობელი ვიყავი. ერთი სული მქონდა თავისუფლად როდისვის მტკებდი. სწორედ ამაზე ვფიქრობდი, როდესაც კიდევ ერთხელ გავემართე უნაყოფო მხარისაკენ. აკაურობა არ შეცვლილიყო. თუმცა შორს მიტოვებული სოფლის გადაღმა ნაცრისფერი ნისლი შევნიშნე. მთის წვერებზე ხალი ჩასავით რომ გაშლილიყო. წინა 2 დღე სული მწყემსზე ვფიქრობდი, ხეებს რომ რგავდა. 10,000 მუხის ხეს დიდი ადგილი სჭირდებოდა.
ფიქრობდი ჩემთვის. ამ 5 წლის განმავლობაში იმდენი ხალხი დაიხოცა, რომ სულ არ გამიკვირდებოდა ელზაერ ბუფიეთს რომ მომკვდარიყო. მით უმეტეს, რომ 20 წლის ასაკში 50 წლის კაცი უკვე ბებრად მიგაჩნია, რომელსაც სიკვდილის მეტი აღარაფერი დარჩენია. ის არ მომკვდარა. მხოლოდ სხვაგან გადასახლებულა. მხოლოდ 4 ცხვარი ჰყავდა დარჩენილი, მაგრამ ახლა 100-ზე მეტი სკა ჰქონდა. მეცხვარეობა იმიტომ მიუტოვებია, რომ ცხვრები მის ნერგებს საფრთხეს უქმნიდნენ. ომი მას არ შეხებია და მშვიდად გაუგრძელებია ხეების დარგვა. 1910-ში დარგული მუხები ახლა უკვე 10 წლის იყო და სიმაღლეში ორივეს გვასწრებდა. იმდენად შთამბეჭდავი სანახაობა იყო, რომ თითქმის დამამუნჯა და რადგან არც ის იღებდა ხმას, მთელი დღე ჩუმად ვსეირნობდით ტყეში. ტყე 3 სექტორად იყო დაყოფილი და 11 კილომეტრის სიგრძესა და 3 კილომეტრის სიგანეზე გადაჭიმულიყო. როდესაც წარმოვიდგინე, რომ ეს მხოლოდ ერთი კაცის ხელით იყო შექმნილი, ყოველგვარი ტექნიკის დახმარების გარეშე, ვიფიქრე, რომ ადამიანს არა მხოლოდ ნგრევის საქმეში შეეძლო, ღმერთივით ემოქმედა. მას თავის ოცნებაზე უარი არ უთქვამს და ამის მოწმე ჩემი მხრის სიმაღლე წიფლის ხეები იყო, რომლებიც მთელ სივრცეზე გადაშლილიყო. სადამდეც თვალი მისწვდებოდა. მუხები ძლიერი იყო და მღრღნელებისგან საფრთხე აღარ ემუქრებოდა. რაც შეეხება ბედის წერას, მას ძლიერი ციკლონი დასჭირდებოდა ადამიანის ამ შემოქმედების გასანადგურებლად. მან 5 წლიანი წეფლის ხეივანიც მაჩვენა, რომელიც 1915 წელს დაურგავს, როდესაც მე ვერდამთან ვიბრძოდი. ხეები ყველა მდელოზე დაერგო, სადაც მისი აზრით ნიადაგი უფრო ტენიანი იყო. ხეები მოზარდებს გავდნენ, ნაზი, მაგრამ ძლიერნი და თავდაჯერებულნი იყვნენ. ყველა ესე გამოიყურებოდა, თითქოს ბუნების შექმნილი ყოფილიყო. მას ეს სულ არ აღელვებდა. უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდა. ქვემოთ რომ ჩამოვდიოდით, დავინახე, რომ აქამდე მშრალ ადგილებში ნაკადულები მოდიოდა. ეს სიცოცხლის წარმოქმნის ბუნებრივი ციკლის ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. დიდი ხნის წინ ეს კალაპოტები წყლით იყო სავსე. იმ უბადრუგ სოფელთაგან, რომლებიც ადრე ვახსენე, ზოგიერთი ძველ ბერძნულ ნასახლარზე იყო აშენებული. გათხრებისას არქეოლოგებმა აქ ანკესები აღმოაჩინეს. მე-20 საუკუნეში კი აქაურ მოსახლეობას ცისტერნები სჭირდებოდა წყლის მწირი მარაგის შესაგროვებლად. მცენარეების თესლს ქარიც ავრცელებდა და წყლის გაჩენასთან ერთად აქ ტირიფებიც გაჩნდა, ლერწამიც, მდელოებიც, ბაღებიც, ყვავილებიც და საერთოდ სიცოცხლის აზრიც. მაგრამ ეს ცვლილებები იმდენად თანმიმდევრული იყო, რომ ეს ყველამ ბუნებრივად მიიჩნია. რა თქმა უნდა, მონადირეები, რომლებიც აქ კურდღლის ან გარეული ტახის საძებრად მოდიოდნენ, ამჩნევდნენ პატარა ხეების უეცარ გაჩენას, მაგრამ ამას ბუნების უცნაურ კაპრისს მიაწერდნენ. ამიტომაც მწყემსის საქმეში არავინ ჩარეულა. ვინმეს რომ ეჭვი შეჰპარვოდა, რომ ეს ადამიანის ნამოქმედარი იყო, აუცილებლად ჩაერეოდნენ, მაგრამ მასზე ვინ იფიქრებდა, რომელი სოფლის მოსახლე ან მთავრობის წარმომადგენელი წარმოიდგენდა ასეთ საოცარ დიდ სულოვნებას. 1920 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს მივდიოდი სტუმრად ელზეარ ბუფიესთან. არასდროს შემინიშნავს, რომ დაღლილიყო ან გაჩერების სურვილი გასჩენოდა. არადა ღმერთმა ხომ იცის, რომ ხშირად თითქოს თვით ბუნება გამოდიოდა მის წინააღმდეგ. არასდროს დაუფიქრებულ ვარ, თუ რა სირთულეების გადალახვა უხდებოდა მას. მაგრამ ასეთი შედეგის მისაღწევად უამრავი დაბრკოლების, პირველ რიგში კი საკუთარი უიმედობის გადალახვა მოუწევდა.
გავიხსენოთ, რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი სრულიად მარტო მუშაობდა. იმდენად მარტო იყო, რომ სიცოცხლის ბოლო ხანებში მეტყველების უნარიც კი დაკარგა. ან იქნებ ამის საჭიროებას ვერ ხედავდა. 1933 წელს მას მეტყევე ეწვია, რომელმაც შეატყობინა, რომ სახლის გარეთ ცეცხლის დანთება აკრძალული იყო, რადგან ამას შეიძლებოდა საშიშროება შეექმნა ამ ბუნებრივი ტყისთვის. მეტყევემ გულუბრყვილოდ აღნიშნა, რომ პირველად ხედავდა ტყე თავისით გაზრდილიყო. 1935 წელს მთავრობის წარმომადგენლების მთელი დელეგაცია ჩამოვიდა ბუნებრივი ტყის სანახავად. მათ შორის იყვნენ სატყეო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, პარლამენტის ადგილობრივი დეპუტატი, ტექნიკური ექსპერტები. ბევრი იმსჯელეს. გადაწყვიტეს, რომ რამე უნდა გაეკეთებინათ. საბედნიეროდ არავის არაფერი გაუკეთებია გარდა ერთი კარგი რაღაცისა. ტყე სახელმწიფოს დაცვის ქვეშ მოექცა და აქ ნახშირის წარმოება აიკრძალა. მართლაც შეუძლებელი იყო არ მოხიბლულიყავი ამ ახალგაზრდა ხეების სილამაზით. მათ თვით პარლამენტის წევრიც კი მოაჯადოვეს. დელეგაციის ერთ-ერთი წევრი უფროსი მეტყევე ჩემი მეგობარი იყო და მას ყველაფერი ავუხსენი. ერთი კვირის შემდეგ ორივე ერთად წავედით ელზეარ ბუფიესთან. ის სამთავრობო დელეგაციის სამყოფელიდან 20 კილომეტრის დაშორებით მუშაობდა. ჩემს მეგობარ მეტყევეში არ შემცდარ ვარ. ის გაოგნებული დარჩა ნანახით. ჩემი წამოღებული კვერცხები შევთავაზე, ერთად წავიხემსეთ და რამდენიმე საათი უხმოდ ვტკბებოდით შვენიერი ხედებით. ფერდობები ჩვენზე 4-ჯერ მაღალი ხეებით იყო დაფარული. მახსოვდა, როგორ გამოიყურებოდა აქაურობა 1913-ში. ხრიოკი იყო. 7-მა ყოველდღიურმა შრომამ, მთის სუფთა ჰაერმა, წყნარმა ცხოვრებამ და რაც მთავარია, ნების ყოფამ. ეს მოხუცი კაცი გასაოცარი ჯანმრთელობით დააჯილდოვა. ათლეტივით გამოიყურებოდა. მაინტერესებდა კიდევ რამდენ ჰექტარს დაფარავდა ხეებით. წასვლამდე ჩემმა მეგობარმა პატარა რჩევა მისცა იმ ხეების შესახებ, რომლებიც აქ კარგად გაიხარებდა. მაგრამ არ დაუჩემებია. იმიტომ რომ მისი თქმით მოხუცმა მასზე გაცილებით მეტი იცოდა. ამან ალბათ ძალიან დააფიქრა, რადგან 1 საათის სიარულის შემდეგ მითხრა, ამ კაცმა მსოფლიოში ყველაზე მეტი იცის. მან საუკეთესო გზა იპოვა ბედნიერებისთვისო. ამ მეტყევის წყალობით არა მარტო ტყე, არამედ ელზეარ ბუფიეს ბედნიერებაც ხელუხლებელი გადარჩა. მის შრომას სერიოზული საფრთხე მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს შეექმნა. მანქანების გენერატორები ხის საწვავზე მუშაობდა და შეშა არ ყოფნიდათ. დაიწყეს 1910 წელს დარგული ხეების მოჭრა. მაგრამ ისინი გზიდან იმდენად შორს იყო, რომ ტრანსპორტირება წარმოუდგენლად ძვირიჭდებოდა და თავიდიანებეს. წყემსმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ის 30 კილომეტრის მოშორებით აგრძელებდა თავის საქმეს და 39 წლის ომსაც ისევე არ აქცევდა ყურადღებას, როგორც თავის დროზე 1914 წლის ომს არ მიაქცია. ელზეარ ბუფიემ მხოლოდ 1945 წლის ივნისში ვნახე. ამ დროს ის 87 წლის იყო. მე ისევ მოკაცრიელი მიდამოებისკენ გავემართე, მაგრამ ახლა აქ, მიუხედავად ომის მიერ დატოვებული ნაკვალევისა, ავტობუსი დადიოდა დურანსის ველიდან მთებისაკენ. ვიფიქრე, რომ სწორედ სატრანსპორტო გზის ბრალი იყო ოდესღაც ნაცნობ ადგილებს რომ ვეღარ ვცნობდი. სოფლის სახელები კითხე, რათა დარწმუნებულიყავი, რომ ნამდვილად იმ ოდესღაც მიტოვებულ და უკაცრიელ რეგიონში ვიყავი.
ავტობუსიდან ვერგონთან ჩამოვედი. 1913 წელს ამ რამდენიმე სახლისგან შემდგარ დასახლებაში მხოლოდ 3 ადამიანი ცხოვრობდა. ველური არსებები, რომლებსაც ერთმანეთის სულდათ და თავს ხაფანგების დაგებით ირჩევდნენ. ადამიანები, რომელთაც იმედი არ გააჩნდათ, ახლა ყველაფერი შეცვლილი იყო. თვით ჰაერიც კი ცხელი მშრალი ქარის ნაცვლად ადრე რომ ქროდა, ახლა ნაზი ნიავი გეფერებოდა. მთის წვერებიდან წყლის ჩხრიალის მსგავსი ხმა ისმოდა. ეს ხეებს შორის მქროლავი ქარი იყო. მერე კი რაც მართლაც გასაოცარი იყო, ნამდვილი წყლის ხმა გავიგონე. დავინახე, რომ შადრევანი აეშენებინათ, საიდანაც წყალი გადმოსჩქებდა. მის გვერდით კი, რაც ყველაზე გულისამაჩუყებელი იყო, ვიღაცას ცაცხვის ხე, ხელახლა დაბადების მშვენიერი სიმბოლო დაერგო. რაც მთავარია, ვერგონში შრომის ნაკვალევი ჩანდა. ამრიგად იმედი ისევ გაჩენილი იყო. ნანგრევები გაეწმინდათ და ჩამონგრეული კედლები მოეშორებინათ. ახლა დაშენებულ სახლებს ირგვლივ ბოსტნები ერტყა, სადაც ყვავილები და ბოსტნეული ხარობდა. ვარდები და კომბოსტოები, ისპანახი და ხახვი, ნიახური და ანემონები. აქ ცხოვრება ვის არ მომდებოდა. აქედან გზა ფეხით განვაგრძე. ომის დამთავრებიდან არც ისე დიდი დრო იყო გასული, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ლაზარე კუდრეთით აღმდგარიყო. მთების ფერდობებზე პატარა მინდვრები დავინახე, სადაც ხორბალი და ჭვავი დაეთესათ. ხეობებში მწვანედ ბიბინებდა მდელოები. სულ რაღაც რამდენიმე წელიწადი დასჭირდა მთელი რეგიონის აყვავებასა და ჯანსაღ, წარმატებულ მხარეთ ქცევას. იქ, სადაც 1913-ში ნანგრევები მხვდებოდა, ახლა სუფთა, ახლად გადახურული სახლები იდგა, როგორც ბედნიერი, კომფორტული ცხოვრების მოწმეები. დამშრალი ნაკადულები, რომლებიც მხოლოდ წვიმითა და ნალღვობი თოვლით იკვებებოდა, ახლა ტყის წყალობით ისევ მოჩოხჩოხებდა. ნეკერჩხლის წევრებში მდებარე ყველა ფერმას თავისი შადრევანი ჰქონდა, რომლებიც პიტნის ხალიჩებზე გადმოსჩქებდა. სოფლები ნელ-ნელა აშენდებოდა. დაბლობებიდან, სადაც მიწა უფრო ძვირი იყო, ადამიანები აქ ამოდიოდნენ და სახლდებოდნენ. მათ აქ ახალგაზრდობა, სიცოცხლე და თავგადასავლების მაძიებელი სული ამოიტანეს. ქუჩებში ყველგან შეხვდებოდი ადამიანებს, ჯანმრთელობას რომ ასხივებდნენ და გოგობიჭებს სიცილით რომ გამოხატავდნენ ბედნიერებას. ახალმოსახლეებისა და აქაური ძველი მაცხოვრებლების ჩათვლით, რომლებიც სულ შეცვლილიყვნენ ახალ გარემოში, 10,000-ზე მეტი ადამიანი უნდა უმადლოდეს თავის ბედნიერებას ელზიარ ბუფიეს. როდესაც ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი კაცი, ერთი სხეული და ერთი სული იყო საკმარისი იმისთვის, რომ უდაბნო აღთქმულ მიწად ქცეულიყო, ხვდები, რომ ადამიანს შეიძლება მართლაც ჰქონდეს საოცარი დანიშნულება. მაგრამ როდესაც იმ საოცარ მიზან დასახულობას და უკიდეგანო დიდ სულოვნებას ვიხსენებ, რაც ასეთი შედეგის მისაღწევად იყო საჭირო, უდიდესი პატივისცემით ვივსები იმ მოხუცი, უსწავლელი გლეხის მიმართ, რომელმაც ნამდვილად საღმრთო საქმე შეასრულა. ელზიარ ბუფიე შვიდად გარდაიცვალა ბენონში 1947 წელს. ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა.